საღამოშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 20 დეკემბერი 19 საათი და 10 წუთი და ეს იმას ნიშნავს, რომ თავარი გეოპოლიტიკური შოუ, ტოკ-შოუ დიდი სივრცე კვლავ არის პირდაპირ ეთერში და ყოველივე ეს ხდება FM რადიო სივრცეზე 98 და 5. ბუნებრივია მოსმენა შეგიძლიათ რადიო არხზე, ყურება შეგიძლიათ Facebook გვერდზე, რომელიც იგივე სახელს ატარებს, ანუ რადიო სივრცე FM 98 და 5 და ასევე YouTube channel-ზე. მინდა გითხრათ, რომ წინა გადაცემა მოხსნა ყველა რეკორდი ქართული სივრცისთვის, ეს არის მართლაც ძალიან დიდი წარმატება, როდესაც გიყურებს 55,000 ადამიანი. ეს ძალიან გვახარებს ეს ფაქტი, დიდი მადლობა იმისათვის, რომ უყურებთ ჩვენს გადაცემას, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ აქტიურ მონაწილეობას, რაც გამოიხატა უამრავ კომენტარში და 4,000-ზე მეტი ლაიქი იყო. გთხოვთ ასევე გააგრძელოთ ეს ტრადიცია, დასვათ ლაიქები. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ გამოწეროთ გვერდი, ვინაიდან აი ეს თქვენი აქტივობა დაგვეხმარება იმაში, რომ ეს ჩვენი ვიდეოები კიდევ უფრო გავრცელდეს. ამდენად კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეუბნებით ამ ყველაფრისთვის. დღეს ჩვენ ყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი. აი ეხლა შემოვა ჩვენი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სტუმარი. ეს არის არ შემეშინდება ამ სიტყვების ქართული პოლიტოლოგიის და პოლიტიკური ფსიქოლოგიის გურუ რამაზ საყვარელიძე და ქართული პოლიტოლოგიის ამომავალი ვარსკვლავი, ბოლონის უნივერსიტეტის და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი ლუკა ეხვაია. ბატონებო, საღამოშვიდობისა, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა ჩვენ სტუდიაში და რა კი აი ესეთ შემადგენლობით ვართ დღეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი დარწმუნებული ვარ უბრალოდ რომ ძალზე საინტერესო დისკუსია გველის და გარდა ამისა თქვენი კვალიფიკაციის გათვალისწინებით უნდა შევეხოთ რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს. მე ასე ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია და თუ არა და თქვენ რა თქმა უნდა არ დამეთანხმებით და მეტყვით ამის შესახებ. პირველი თემა ჩვენი დისკუსიის ეხება პროცესებს, რომელიც ჩვენში ხდება და რომელშიც ვატყობ ძალზედ სახიფათო ტენდენციას. ეს სახიფათო ტენდენცია არის იმიტომ, რომ ჩემი აზრით აშკარად ატარებს სოციალური ინჟინერიის ნიშნებს, რომელსაც გააჩნია მკაფიო მიზანი. ცხადია, რომ ამაზე გვექნება საუბარი, უბრალოდ მინდა ორი ისტორიული მაგალითი მოვიყვანო, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს კონტექსტუალურია. ჩვენ ვიცით და მაყურებელმაც იცის, რომ ჩინეთში კულტურული რევოლუციის დროს მაო ძედუნმა მოიფიქრა, ესე იგი, რა მიზანს ისახავდა სხვა საკითხია, შორს წაგვიყვანს. რბილად შეიძლება ვთქვათ, მაო ძედუნის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ დროინდელი ელიტის როტაცია. მოკლედ, ნაკლებად სისხლიანად გამოვიდა ვიდრე სტალინის თავის დროზე. მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც სისხლიანი პროცესი იყო და ამ სისხლიან პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ხუნვეიბინები. აი ხუნვეიბინები არიან წითელი გვარდიელები ჩინურად, ოღონდ ეს ჩვენი ხუნვეიბინები იყვნენ ახალგაზრდები. ისინი წარმოადგენდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანებას, რომელიც დაუცხრომლად აკრიტიკებდა ბურჟუაზიას და ტექნიკის და გონებრივი განვითარების წინა რიგებში წამოწევას. ხუნვეიბინები ძირითადად არ კითხულობდნენ, არც წიგნებს და არც გაზეთებს, არ სწავლობდნენ და არ ინტერესდებოდნენ პოლიტიკით. მაო ძედუნი იყენებდა ხუნვეიბინებს პარტიული ბიუროკრატიის, ინტელიგენციის, პროფესურის და სხვა ბურჟუაზიული ელემენტების წინააღმდეგ. შედეგად, ხუნვეიბინების ტერორის მსხვერპლად იქცა მილიონობით ადამიანი, ხოლო შესრულებული მისიის შემდეგ სახელმწიფომ უკვე მათზე განახორციელა ძალადობა. ანუ მაო ძედუნს მოუწია ჩინური სახალხო არმიის გამოყენებაც კი ხუნვეიბინების წინააღმდეგ და ათასობით ათასი ხუნვეიბინი იქნა მოკლული და უკვე მოგვიანებით ამ პროცესების შემდეგ 5 მილიონამდე ახალგაზრდა წითელ გვარდიელი გადასახლდა შორეულ პროვინციებში. 10 წლიანი ვადით სხვათა შორის.
მეორე შემთხვევა, მე-13 საუკუნის დასაწყისში მოხდა მოვლენა, რომელიც ისტორიოგრაფიაში არის შესული როგორც ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა. მოკლედ რომ მოყვე, გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დაიწყო ქადაგება თანამედროვე, ანუ ეს ხდება თანამედროვე გერმანიის, აფრანგეთის, ბელგიის ტერიტორიაზე. რომელიც ამტკიცებდა, რომ მას ესტუმრა უფალი დაავალა მას იერუსალიმის აღება, რათა მუსულმანები ქრისტიანებად მოექცია. მოკლედ, უმალვე გამოჩნდნენ სპონსორები, ანუ ვაჭრები, და მთელი ეს ლაშქრობა დასრულდა იმით, რომ ვაჭრებმა მისცეს ახალგაზრდა ჯვაროსნებს გემები გადაიყვანეს ტუნისში და იქ გაყიდეს მონებად. ზოგი გემი კი სარდინიას მახლობლად ქარიშხალის შედეგად ჩაიძია, რაც ჯვაროსანთა ამ ახალგაზრდების ნაწილის დაღუპვა გამოიწვია. რატომ მოიყვანეს ორი მაგალითი? ну შემეძლო ათობით მეწმუნდეთ არის ათობით, ხოლო პროფესიონალ ისტორიკოსებს რო კითხოთ, გასეულობით მსგავს მაგალითს მოიყვანს. სოციალური აფეთქებების, მღელვარებების, ან სხვა ნებისმიერი სოციალური პროცესის კონსტრუირების დროს პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ან სხვა გავლენის მქონე ჯგუფები ყოველთვის იყენებენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდა როგორც გამოუცდელი, პრაქტიკული ცოდნის არ მქონე, გულწრფელი, მაგრამ ძალზედ აქტიური, ენერგიული და კონკრეტულ ქმედებაზე ორიენტირებული ყოველთვის წარმოადგენს ბიოლოგიურ საწვავს პოლიტიკოსების თუ სხვათა საკუთარი ამბიციების, ეგოცენტრიკული და ხშირად სოციოპატური მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, მადლობა გამგებას, რომ ჩვენში მიმდინარე პროტესტი არ მოიცავს ახალგაზრდების არც დიდ და არც მით უფრო კრიტიკულ მასას. ყველაზე მეტად და სხვებსაც და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბუნებრივი აშინებს საკრალური მსხვერპლის პერსპექტივა, ტრაგიკული მოვლენის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენებს. ახლა რას გულისხმობს სოციალური ინჟინერიის, აი ამ შემთხვევაში რაში ვხედავ მე ნიშნებს. ჩვენ ყველა მე მგონი ვხედავთ, რომ პროტესტი ცხრება, პროტესტი შენელდა, როგორ რასაც არ უნდა უმტკიცებდეს და რა აღქმებსაც არ უნდა ქმნიდეს გარკვეული სეგმენტი სოცჯგუფებში, ჩვენ ამას ვხედავთ. ექსტენსიურ ხასიათი შეიცვალა. ეხლა უკვე არა რაოდენობაზე, არამედ რაც თვისებრივი ილუზიის შექმნაზე, ანუ აი აიტიშნიკები, მსახიობები, გურულები, ну ხშირად ეს გურულები, აიტიშნიკები და მსახიობები ერთ და იგივე ტიპები არიან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ გიქმნის აი ამ კომპოზიციას, რომ ყველა ამ ქარში უმრავლესობა ტოტალური არის, აი მისთვის არ მიუღებელია ეს ყოფნა. აი ამ დინამიკის გათვალისწინებით, ხომ, უკანასკნელი ერთი კვირა განსაკუთრებით გამოჩნდა რა? კონკრეტული პოლიტიკოსები გამოდიან შემდეგი მესიჯებით. უთხარი მამას, რო არის მონა. უთხარი, რომ ის არის გაუნათლებელი, უთხარი, რომ ის გართმევს მომავალს, დაუპირისპირდი ამას. ეს არის სოციალური ინჟინერიის ამაზე დესტრუქციული ქმედება, მე არ ვიცი, ამათ შეიძლება დააზიანოს სოციალური ქსოვილი და უპირველესად, რა თქმა უნდა, შეასუსტოს, მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოჯახი. ოჯახის შესუსტება კი დიდწილად განაპირობებს უკვე სხვა დესტრუქციულ პროცესს, რომელიც ვრცელდება. თუ ოჯახი ვერ ასრულებს სოციალიზაციის ფუნქციას, იქ პრაქტიკულად ანარქია შეუკავებელი და დესტრუქცია არის, ну, შეუქცევადი ხდება ეს პროცესი. მე უმაღლესი სკოლა და ყველაფერი თაობების. რა თქმა უნდა, ოჯახში თუ არა და სკოლაში მით უფრო, იქ ვერ გაგრძელდება სოციალიზაცია უბრალოდ. აქედან გამომდინარე, მე მინდა კითხოთ ბატონო რამას, თქვენ უპირველეს ყოვლისა და მე რა თქმა უნდა ლუკასაც იტყვის აი ამის შესახებ. რამდენად სახიფათო ეს პროცესი, რა მიზანს ისახავს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, არა მხოლოდ სახელმწიფო, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ერთმანეთზე უარეს კითხვები გაქვთ.
მაგრამ არანაკლები სიმძიმის ანალოგიებია მართლა. ნუ პავლიკ მოროზოვი. პავლიკ მოროზოვი და მთელი კომკავშირელთა კოჰორტა, რომელიც ამუშავა კომუნისტებმა. და კომუნისტებმა ჩინეთშიც. კი, იქაც ხო. და სხვათა შორის პარიზის მოვლენები 68 წლის. ეს არა იმდენად ტროცკისტული მოვლენა იყო, ეს იყო მაოისტების გამოსვლა, არსებითაც. კი. ამდენად ეს იდეოლოგიური ვექტორი აქაც ჩანს. შეიძლება ამას ვერ აცნობიერებ, მაგრამ ის დაინტერესება დესტრუქციაში მე მგონი მექანიზმიც და იგივეა. ერთი საინტერესო კანონზომიერება კიდე და რომლის შეიძლება კერძო შემთხვევა იყოს ბავშვების ამბავი. კაცო, ეს მემარცხენეები არიან დესტრუქციის სურველები, როგორც წესი. რა თქმა უნდა. მემარჯვენეობის დესტრუქცივიზმი თითქმის არ მახსენდება, გიტლერიო ზოგიერთი ამბობს, მაგრამ იდეოლოგიით გიტლერი მემარცხენე იყო. რა თქმა უნდა. უბრალოდ ნაციონალ-სოციალისტი იყო თორე. ხო, და ფიზიკურ ძალას იყენებდა, ამდენად იყო. ხო, და ეს მემარცხენე და ეხლაც მემარცხენეებს უყურებთ. ხო, ეს დიდი ბრძოლა, რომელიც გაიშალა ჩვენ წინ არსებულ სივრცეში, კონტინენტი და ამერიკა და ასე შემდეგ, ეს მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის ტრადიციული ბრძოლა. ოღონდ გაცილებით უფრო მძაფრი და ვიტყოდი დაუნდობელი. ანალოგია არ მახსენდება. და რატომ არ არის საზოგადოებაში არის მის პროტესტი? რატომ არ არის ხმამაღალი პროტესტი? რატომ არ არის აღშფოთება? ცალკეულ კუნძულებზე, სხვა ერთი ფაქტიც. გუშინ სპეისებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ რუსუდან გორგილაძესთან. პრაქტიკულად ერთადერთი ფსიქოლოგი ვნახეთ, ვინც მოისურვა ობიექტური კომენტარის გაკეთება აი ამ სიგიჟეზე. იყო გერმანიაში, არის გერმანიაში. და ჩართვა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეხლა მე რო გითხრათ, რომ ფსიქოლოგების უმრავლესობა წარმოგიდგენთ, ფსიქოლოგების უმრავლესობა იმყოფება ბულინგის ქვეშ. ეს ხო არის არანორმალური ვითარება. აი ქირურგს რო უთხრა, აი ოპერაცია გაგასა, არა დამაბულინგებენ და ვერ მოახდენ. ცოტა არო. არ გვახსენდება ექიმები იგივეს რო იძახდნენ. არა, გერმანიაში რუსკოს ყოფდა კარგად გაგახსენ. იცი რა არის თან, არის კიდე მეორე მხარე, მე საიდანაც შემოუხვიე შენ საკითხი, შეიძლება იყოს იქ ძაღლის თავი დამარხული მაგ კითხვაზეც, რომ სხვადასხვანაირი ქცევა აქვთ მემარცხენეებს და მემარჯვენეებს. რადიკალური მემარცხენეები ანგრევენ, წვავენ, აბულინგებენ, მაგათია. ბულინგი ამათი გოგონილია, კი. მემარჯვენეები არ იქცევიან მას. იმიტომ რომ მემარჯვენემ უნდა შეინარჩუნოს. კონსერვაცია, იქ რესტავრაცია არის, კი ბატონო, კონტრრევოლუცია, მაგრამ არა, კი ბატონო. პუჩი შეიძლება იყოს. და მე მგონი აი ეს სტილისტური განსხვავება თამაშობს როლს. იმიტომ რომ ის მეორე მხარე, რომლის ეხა ორი მხარე ვთქვით, ხო, მემარცხენე, მემარჯვენე. საქართველოს უმრავლესობა აღმოჩნდა ამ შემთხვევაში მემარჯვენე რა, კონსერვატიული პოზიციის. და არ არის მათთვის ტიპიური საპასუხო ბულინგი. თორე საპასუხო ბულინგი ალბათ ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა. ოღონდ საბედნიეროდ არ არის. ჭირვეულის მორჯულებაო ვიცით და ჭირვეულის მორჯულების მკურნალობა არის უფრო უარესი გაკეთება, ვიდრე თვითონ აკეთებს, ხო? ამ შემთხვევაში რის იმედი გვაქვს, რომ აი ეს იმუნიტეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ერს, ხო, რაღაც ეს პატერნები,
არქეტიპებით უგნებავთ, ბუნებრივად დაიცავს ერს, აი ამ მსგავსი. არა. ჩვენ ერს სამაგისო იმუნიტეტი რო ქონდეს ხონერად ვიქნებოდით, მოგეხსენებათ დავით გურამიშვილის ქართველების მაგრამ აცრები ხო გვაქვს მიღებული 90-იანები მაგალითად. არ ვიცი მე რამდენად ეფექტურია ხოლმე. აცრები რამდენი 30-40 წლის განმავლობაში პრინციპში ინახავს. ხო და მე უფრო მეტი სხვა რამის იმედი მაქვს. ეხლა როდესაც ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა ასეთი რადიკალი ხდება და ეხლა ძალიან გამწვავებულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, შეგონებას, ინფორმაციის მიწოდება, გამორთმევას, დიალოგს აზრი აღარ აქვს. და დაახლოებით ის სიტუაცია ხოლმე თვითმკვლელობა რო უნდა ადამიანს და დადგება ხიდის თავზე. იმას რო დაუწყო ნოტაციის კითხვა გადახდება. მაგრამ კარგი ფსიქოლოგი თუ არის, დიდი კარგი ფსიქოლოგი თუ არის, არ ეკამათება. არ ეკამ რა თქმა უნდა. ანუ ტექნიკა უნდა ქონდეს. ხო, უნდა გადმოუტანოს საუბარი რაღაც სხვაზე, რომელშედაც წაიყოლიებს. კარგი, მაგას უახლოვდება მე მგონი პროცესი. კარგით, ლუკა, აი მოდი სხვანაირად დავსვაო. ანუ, როდესაც მე ვამბობ, რომ ეს არის სოციალური ინჟინერია, მე ვამბობ იმას, მე გულისხმობ იმას, რომ რაღაც ძალა, რომელიც არ არის საქართველოში, ფლობს ამ манипуляციას, ამ ტექნიკებს, ამ ცევით სტრატეგიებს, იცის თუ როგორ დანერგოს ეს განწყობა, ბოლოს და ბოლოს ჩვენი ფსიქოლოგი იყო დაფუძნებელი ამ თეორიის, განწყობის თეორიის, ხო? ხშირი გამეორება გჭირდება და მე უკვე მექანიკურად აკეთებ იგივეს, ამიტომაც არის გამეორებები ხშირად, ვერბალურიც და ასე შემდეგ. ანუ თუ კი აი ამ უკიდურეს ზომაზე მიდიხარ, რომ უკვე ცდილობ იმას, რომ შვილი დაუპირისპირდეს საკუთარ მშობელს. რამაც შეიძლება ძალიან ტრაგიკული შედეგები გამოიღოს. ესე იგი საკმაოდ დიდი ფსონი დგას, ხო? დევს აქ. ანუ ნულოვანი ჯამით არის თამაში. საქართველოს წაგება ამ ძალებს რა ვირგულისხმობ ამ ძალებს ხა ჩვენთან ჩვენი ოცნების ხელისუფლებას deep state და რაღაცებს ეძახის და გაუგებარია ეს ვინ არიან ეს deep state. მაგასაც ეს მეორე კითხვა იქნება. უბრალოდ შენ როგორ ფიქრობ? შენ როგორც ექსპერტი მათ შორის აი ამ ტექნოლოგიურ რევოლუციებში და არენჯისფერ რევოლუციებად რევოლუციებში და იცი რა არის მგონი ეს უახლესი ისტორიიდან არ იწყება ცოტა ადრე დაიწყო ეს ამბები როდესაც წინა რეჟიმის დროს შეიცადნენ ახალი ადამიანის გამოყვანას და სახეზე ჰქონდა დიდი ექსპერიმენტი ნეოლიბერალური ექსპერიმენტი და ცდილობდნენ სხვადასხვა манипуляციური ინსტრუმენტები და ბევრი ჰქონდათ ესეთი იყო ისტორიის გადაწერა იყო პატრიოტო ბანაკები რაც ყველაზე ეფექტური ყველაზე ეფექტური მეთოდი იყო პატრიოტო ბანაკები სადაც 150,000-მდე ახალგაზრდა მიიღო მონაწილეობა და ეს მეთოდები მუშაობდა იყო აქ ახალი მუზეუმების შექმნა საბჭოთა კავშირის მუზეუმის ის ბევრი მეთოდი იყო ქუჩებზე სახელის გადარქმევა და ასე შემდეგ და ეს ცდილობა დაიწყო ამ პერიოდში შემდეგ ხდება რა გასაგებია რომ ეს რეჟიმი მარცხდება იცვლება მთავრობა მაგრამ სამი პრობლემა ჩდება პირველი პრობლემა რომ ახალი თაობა რასაც ჯენზის ეძახიან მათ არ აქვთ გამოცდილება წინა რეჟიმის და ამ ფონზე ძალიან მარტივია მათთვის ტოლობის დასმა ოცნებასა და ნაციონალების რეჟიმს შორის და ესე უბრალოდ რომ დაინახავენ რაღაცა კერძო შემთხვევების ძალადობის მათთვის ძალიან მარტივია გატოლება ორი რეჟიმის პირველი პრობლემა ის არის რომ მათში არ არის ეს გამოცდილება წინა რეჟიმის მეორე პრობლემა არის განათლების სისტემა რა თქმა უნდა შეიძლება ეს ემპირიულად გამოცდილი არ ქონდეს ეს ყველაფერი მაგრამ დაუშვათ განათლების სისტემა ამას აკომპენსირებდეს და ამას ვერ ახერხებს იმიტომ რომ განათლების სისტემაში რაც ხდება ეს მასწავლებლები პროფესორები აუდიტორიებში საკლასო ოთახებში ეს არ არის დაუშვათ აკადემიური პროცესი და გარემო ეს არის აქტივიზმი ძირითადად და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მოქმედებს ამ ბავშვებზე და შემდეგ მესამე პრობლემა არის საინფორმაციო ველი რასთანაც მათ შეხება აქვთ ეს არის ფორმულა ძირითადად TikTok-ი პლატფორმა სადაც სხვა შორის ფორმულა ძალიან აქტიურია და ყველგან სკოლებშიც აკადემიურ სივრცეებშიც აუდიტორიებში საინფორმაციო სკროლვის დროს
ყველგან ტრიალებს ეს ინფორმაცია და აი ამ ველში არიან მთლიანად მოქცეულები. აი პრობლემა არის ეს, იმიტომ რომ ამის გადაჭრაზე როცა ვიწყებთ საუბარს, ხო რაღაცნაირად მგონი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არასისტემური მიდგომით რამე გამოვა. ყველა ფრონტზეა სამუშაო, ერთი მხრივ სამუშაოა განათლების სისტემაში და იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებით ახლა ბოლო თვეში განვითარებული პროცესებით ეს მთავრობამაც კაფიოდ დაინახა, რომ ამ რეფორმის გარეშე და გარკვეული ცვლილებების გარეშე არაფერი გამოვა და მეორე მხრივ უნდა ვიფიქროთ, რომ აი დავუშვათ ჯენზის შემდეგ რა თაობაც მოდის. იმათთან მაინც არ დაუშვათ იგივე პრობლემები და იმ თაობასთან მაინც ვიმუშაოთ ისე, რომ მინიმუმ ის უზრუნველყოთ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო არხებზე ცდომა გქონდეთ და მე თვითონ გააკეთონ არჩევანი, რა არის სწორი, რა არის ობიექტურად ასახვა და არ იყოს ისე წარმოდგენილი, რომ დღეს ეს ადამიანები ცხოვრობენ რაღაც გამოგონილ ფიქციურ რეალობაში. მათ არ აქვთ კავშირი რა გარეულ სამყაროსთან. ინფორმაცია არ აქვთ, არ იციან რა ხდება და ამ დროს, როდესაც შე ინფორმაცია არ გაქვს, ძალიან რთულია ობიექტურად დააკვირდე და შეხედო მოვლენებს. მე გეტყვით ერთ რამეს, ესე იგი უამრავი კვლევა, რომელიც ქვეყნდება დასავლეთში და რომელიც სწავლობს ჯენზის და ალფა თაობის ქცევას, ეს უკვე მომდევნო თაობაა, ხო, რომელიც 2018 წელს, არა 12 წელს არის დაბადებული. ეს თაობა არის 98-2000 წელი, ხო? ესე იგი ჯენზი არის პირველი თაობა, რომელიც ციფრულ ხანას მოესწრო, ხოლო ალფა თაობა არის მთლიანად ციფრული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვირტუალურ სამყაროშია მთლიანად. მისთვის რეალობა არის ვირტუალური რეალობა და ბუნებრივია ინფორმაციასაც იღებს აი ამ ვირტუალური რეალობიდან. მთლიანად სიმულაკრში გადაინაცვლა. სიმულაკრშია, აი ეს ბოდრი არის ის ყველაფერი კი ბატონო. ანუ აქ პრობლემა არის უკვე რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ტექნოლოგიების ფლობასთან. ანუ აი ნახეთ, ბრიტანული დაზვერვა intelligence service, intelligence ეს არის ცოდნაც მათ შორის. ეს არის სააზროვნო პროცესი. დასავლეთი ფლობს ამ ტექნოლოგიებს. შენ თუ არ დაეუფლებ მსგავს ტექნოლოგიებს, თუ არ შესთავაზე ალტერნატივა, ან ალტერნატიული დისკურსი, ალტერნატიული პლატფორმებით შეუძლებელია TikTok-ით მიიღოთ ცოდნა. რა თქმა უნდა. ეს არის შეუძლებელი. YouTube-ით შეგიძლია მიიღოთ ცოდნა. მაგრამ დღეს, როდესაც ამ თაობას უკვე აქვს კლიპური აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია 10-15 წამიან რგოლებზე და ამის მონაცვლეობა ეხლა სხვადასხვა ფსიქოლოგების მონოგრაფიები მაქვს წაკითხული ამასთან დაკავშირებით, ესეც მნიშვნელოვან დეფორმაციას ახდენს. მეხსიერების ამბავში და აღქმაში პროცესების. და ფიზიოლოგიურ დონეზე მიდის მე დეფორმაცია. მაგრამ ეს ხო ჩვენი პროცესი არ არის. ეს მსოფლიო პროცესია. მთელი მსოფლიო. და მაგ პროცესს თავის მხრივ ტექნოლოგიურად კვებავს ერთ-ერთი დიდი დონორი მაგ პროცესისა არის ჩინეთი. და ამიტომაც არის ეს, რომ ტრამპის ინაუგურაციის წინა დღეს ამერიკულ შეერთებულ შტატებში აიგზავნება TikTok-ი. ამიტომაც ხდება ეს, რომ დიდი ალბათობით ევროკომისიის გადაწყვეტილებით მოხდება TikTok-ის აკრძალვა. და ამ თვალსაზრისით მე მაინტერესებს ჩვენი ბჭყალებში პროევროპელების აზრი. აი თუ კი ევროკავშირმა და ამერიკამ აკრძალა TikTok-ი, ჩვენ უნდა აკრძალოს TikTok-ი თუ არა? ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება თუ არ არის? კონსტიტუციაში ხო გვიწერია TikTok-ი აკრძალოს თუ ისინი. 78 კარგით, მოდით შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ორგანულად უკავშირდება პირველ საკითხსა და რა თქმა უნდა მესამესაც. მესამეს წინასწარ ვაანონსებ, ეს არის სირია და პარალელები სირიას და საქართველოს შორის. მაგრამ ტრამპი ნამდვილად ამზადებს პერესტროიკას. ეს ოღონდ ეს არ იქნება ის გორბაჩოვის მიერ მოწყობილი იმპერიის ნგრევა, ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ეს არის ნაციონალ-კონსერვატიული რევოლუცია. ეს უკვე ცხადი ხდება რამდენიმე ნიშნის მიხედვით. ასე მაგალითად ტრამპი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელად ნიშნავს ქეშ პატელს. ეს კაცი ჯერ კიდევ რამდენიმე ერთი წლის წინ იყო ამავე ბიუროს
თვალთვალის ობიექტი. ანუ არასაიმედო კაცია მოკლედ რა. ლიბერალებისთვის. აი ეს კაცი ახლა უხებს ვადელებს ბიუროს. ესე იგი იქ ხდება საშინელებები, მთელი სერია გადადგომები, სხვადასხვა თანამშრომლები ტოვებენ დეპარტამენტებს და ასე ანადგურებენ. ნუ ეს რაც იწერება ამერიკულ მედიაში. ნუ Deep State-ის კი ბატონო, აქ უკვე სუბიექტი, ხო. გარდა ამისა, ტულსი გაბარტი ინიშნება გაერთიანებული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, ანუ აერთიანებს ყველა დაზვერვის სამსახურს. ამ შემთხვევაში სულ რამდენიმე ხნის წინათ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ იგი მოთავსებული იყო ტერორისტების სიაში იმის გამო, რომ 2017 წელს ესტუმრა ბაშარ ასად სირიაში. უკრაინელებს მოათავსეს ტერორისტებს. ნუ მირატორჩი იქ ტრამპიც იყო, კაცობელი ხო ამოიღეს. ხო, ამოიღეს. ეხლა ნახეთ, საგარეო მიმართულებებით რა ხდება. მასკი ღიად უცხადებს სოლიდარობას ნაიჯელ ფარაჯს. ანუ ფარაჯი ვინც არის ეს არის ნამდვილი კონსერვატორი და არა ის და არა ბორის ჯონსონი და რიში სუნაკები, ხო? ეს არის კაცი, რომელიც ერთ-ერთი ინსპირატორი იყო ბრექსიტის და ჯონსონმა სწორედ აი ამ განწყობებით ისარგებლა. ფარაჯ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ნუ თავისებური საარჩევნო სისტემის გამო, რომელიც არის ბრიტანეთში არადემოკრატიული, რომელიც მთლიანად არის მაჟორიტარული სხვათა შორის, სხვათა საყურადღებოდ. ვერ ახერხებდა სათანადო წარმომადგენლობის მიღებას პარლამენტში, მაგრამ დღევანდელი რეიტინგების მიხედვით ის უკვე უსწრებს კონსერვატორებსაც და ლეიბორისტულ პარტიას. ლეიბორისტების რეიტინგი საერთოდ არის რეკორდული ვარდნა, სტარმერი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრემიერი. არ მეგონა თუ ამას ვიტყოდი ლის ტრასის და სუნაკის შემდეგ, მაგრამ ფაქტია. მოკლედ ჩვენი ძვირფასი ილონ მასკი პირდაპირ ღიად თავის პლატფორმაში პირდება ფარაჯ ფინანსურ დახმარებას 100 მილიონი დოლარის ოდენობით და ასევე პირდება რომ აუცილებლად ჩაერთვებას მომავალ საპარლამენტო კამპანიაში და ყველა შანსი აქვს ფარაჯს რომ მოიგოს ეს არჩევნები. გარდა ამისა უკვე დაიწყო მიგრაცია კონსერვატიული პარტიიდან, გამოჩნდნენ სხვა სპონსორები, მათ შორის ერთ-ერთი მდიდარი სპონსორი სულ რამდენიმე დღის გამოჩნდა. მოკლედ აი ასე იცვლება ტრენდები. ჯერ ტრამპი არ არის, ჯერ ტრამპი არ არის, ხო. გარდა ამისა, ხო, ნუ ეხლა ფარაჯი, აი ფარაჯის რა არის ძირითადი პოლიტიკური დეკლარაცია, რისგან შედგება? ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება, სხვათა შორის ტრამპსაც იგივე აქვს, მიგრაციასთან ბრძოლა, იგივე აქვს ტრამპს და ყველაზე გასაკვირი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. შემდეგ მასკმა გუშინ გამოაქვეყნა ასევე თავის პლატფორმაზე კარდი, ანუ ეს შეტყობინება დიდი ასოები წერია. შემდეგი. მხოლოდ ალტერნატივას გერმანიისთვის შეუძლია გადაარჩინოს გერმანია. აი გამოჩნდება ახლა ეს კარდი, ესე იგი ჩვენს ეკრანებზე. ანუ ილონ მასკი უჭერს მხარს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ევროპაში და გერმანიაში მიიჩნევენ ფაშისტურ, პროპუტინისტურ, პრორუს ძალად. აი ყველაფერი ეს, ყველაფერი აი ამის გათვალისწინებით. და იმის გათვალისწინებით, რომ ორბანი მაგალითად ამბობს, მე არ გავაგზელებ ამ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ ტრამპი ოფიციალურად არ გახდება პრეზიდენტი. აი ხა ძალიან მაინტერესებს აი ეს ოპოზიცია, რომელიც მთლიანად არის მიბმული ამ წარმავალ, აი ეს ხავს რო ეკიდება ფონ დერ ლაინს და მაკრონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რა სიტყვიან ახლა? მასკიც პუტინისტია, ტრამპიც პუტინისტია, ალტერნატივა გერმანია თავისთავად. ანუ ჩვენ ახლა გვესმის თუ რატომ არის აი ეს ბრძოლა, რომელიც უპრეცედენტო აქტივობას ავლენს და ეს უფრო გასაკვირია, იმიტომ რომ დეკემბერში მე მსგავსი რამ არ მახსოვს.
მაგრამ ცხადია რომ ეს არის მათთვის უკანასკნელი ბრძოლა. ამიტომაც შემთხვევით არის რომ გახარიას იქ წამოწდა თუ თქვა რომ ჩვენ უნდა მოვასწროთ. კი ბატონო, ჩვენ უნდა მოვასწროთ ტრამპის მოსვლამდე. ანუ ამათ რა გონიათ, აი მაგალითად მოასწრეს, ნუ ეს რაღაცა მარაზმი აბსოლუტური ჰიპოთეტიკური, მაგრამ აი მოასწრეს და მე ასეუნებიან ტრამპს, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, კონსერვატორები, ჩვენ ვარყოფ გენდერულ თეორიას, ჩვენ არ გვიყვარს LGBT, ასეუნებიან. აი ამ პროცესების გათვალისწინებით, აი თქვენგან მაინტერესებს, ცხადია რომ აი ეს ლიბერალური ელიტის ჩამოშორება პოლიტიკის პერიფერიაზე, ნუ პრაქტიკულად აი ამის ძევნა მოგვიწევს, თვალყურის ძევნა მოგვიწევს აი ამ თვეების განმავლობაში, ან 1 წლის განმავლობაში, ან 2 წლის განმავლობაში, ესე ხო არ დანებდებიან ბოლოს და ბოლოს, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი ევროპაში და როგორ აისახება ჩვენზე? მოდი ლუკა დაიწყე და მე ბატონი რამოსი. კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი, რაღაც გაურება ხდება ახალ ადმინისტრაციაში. ერთი მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ ყავს რამდენიმე ნეოკონი. ეს არის მაიკ ვოლცი მაგალითად და რა თქმა უნდა რუბიო. ნუ რუბიო გამოსწორდა. ნახოთ და მეორე მხრივ ყავს ძალიან კონსტრუქციული ხალხი. რამოსვამი, მასკი და რამდენიმე კიდე ისეთი, რომელიც აი უკრაინის ომის მიმართ არიან კონსერვატორები. ალსი არ დაგვაუწყეს გაბარდი. არიან კონსერვატორები, რომელიც არიან ღია გეები. ღია გეი. არის კონსერვატორი. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ამბობს, ის კაი ბიჭია, მართლმადიდებელი გეია და ასე შემდეგ, ხარ ვიტყვი ვიზე და ვინამობდა, მაგრამ აქაც დამკვიდრდა მსგავსი რაღაც ტერმინები. ხო და ნუ წინააღმდეგობა იქნება ადმინისტრაციაში ძალიან რთული იმის რომელი მხარე გადაწონის, მაგრამ ერთი რამის გონი დარწმუნებით თქვა შეგვიძლია, რომ ტრამპი აუცილებლად შეეცდება უკრაინის მიმართულებით სიტუაციის ნორმალიზებას. ეს მარტივი პროცესი არ იქნება, იმიტომ რომ რუსეთს აქვს ძალიან მკაფიო მოთხოვნები და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, ნუ რთული პროცესი იქნება, გაიწელება ეს დიალოგი, რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოგვარდება, მაგრამ აუცილებლად შეეცდება ტრამპი ამ ხრივ ნორმალიზებას, რაც რა თქმა უნდა ჩვენ წის კვილზე წყალს ასხამს. მაგრამ ეს ახალი ადმინისტრაცია რო დაუკვირდეთ და ეს პროფილებს გადავხედოთ, თუნდაც ტრამპის ახალი ელჩი გაეროში, ასევე თავდაცვის მდივანი, მათ აქვთ რადიკალური ანტიჩინური და ანტიირანული რიტორიკა. ერთი მხრივ თუ ველით, რომ ჩვენთან სამეზობლოში უკრაინის მიმართულებით სიტუაცია მეტნაკლებად უნდა დაალაგდეს, ახლო აღმოსავლეთში ეს პერსპექტივა მაინც არ ჩანს. მით უმეტეს იმ ფონზე რა სიტუაციაც არის ახლა სირიაში და კიდევ უფრო როგორ იძაბება სიტუაცია ირანის მიმართულებით. ასევე არ ჩანს რომ დაუშვათ ფუნდამენტურად გადაიხედება ჩინეთთან დაპირისპირების პოლიტიკა და აი ამას კონსტრუქციული შინაარსი რაღაცნაირად კონსტრუქციული შინაარსი დაიტვირთება. ტრამპი დღემდე იძახის რომ ისევ სავაჭრო ომი ტარიფები, ეს შეიძლება იყოს 100%-იანი ტარიფი, შეიძლება იყოს 200%-იანი ტარიფი, რაც არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამერიკელ მომხმარებელზე დარტყმა და ეს რა და გადაიფიქრა და ამბობენ, რომ ეხლა საუბარი არის მხოლოდ 20%-იან ტარიფზე. რაც დასაწყისში ევროპაზე იყო, 10-20% ევროპაზე განიხილებოდა, მაგრამ ნუ ეს მიდგომები ფუნდამენტურად გადახედილი არ არის. აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ დაუშვათ მშვიდობა და ისადგურებს და ეს ყველა პრობლემა ლოკალიზდება და გადაიჭრება, რა თქმა უნდა, ამას მქონი არ უნდა ველოდოთ. თავარი არის ჩვენთვის ალბათ აი ეს წინააღმდეგობის პროცესი როგორ აისახება საქართველოს და ერთ რამეში მოყვებით რა რომ წარმოუდგენელია ტრამპი მოვიდეს ხელისუფლებაში და ჩვენთან ოპოზიციურ ფლანგთან რაიმე თემაზე საერთო გამოინახოს. ანუ კულტურულ პოლიტიკაზე, თუნდაც მის საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე, ანუ ტოტალური აცდენა და ჩემთვის გაუგებარია საერთოდ რისი იმედი შეიძლება გქონდეს ამ ხალხს 20 იანვრის შემდეგ. და ამიტომაც ვაბანკზე წავლენ და სავარაუდოდ არა მხოლოდ საქართველოში, სხვათა შორის უკრაინის მიმართულებითაც ყველაზე რთული პერიოდი იქნება ეს ერთი თვე, როდესაც კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ ატაკამსებს, storm shadow-ებს, კიდევ უკვე ვნახეთ რა მოხდა მოსკოვში, ხო, გენერალი კირილოვი როგორ მოკლეს და ეს არ იქნება ალბათ ერთჯერადი შემთხვევა და ეს ბოლო ერთი თვე იქნება ესკალაციის პიკი. გავსი თავდასხმები ეს ხო არ იგეგმება 3 დღის განმავლობაში, ეს მოეთხოვა დიდი ხნის წინ დაგეგმილი, მაგრამ ნუ მოიყვანეს სისრულეში. და სხვათა შორის არც ის მგონია რომ ეს ამერიკელების მიერ დაორგანიზებული კვლელობაა. სინქრონიზირებული მაინც გარკვეული ხარისხით სავარაუდოდ იქნებოდა ეს ამბავი, მაგრამ გათვალისწინებით რომ ძალიან ბევრ ქვეყანას არ აწყობს, ანუ ყველა ემზადება საომრად ტრამპთან, ნუ საომრად როგორ ახლა.
ხო, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი იყო ძალიან ჩიხში შესული, სანამ ტრამპი მოვა. ეს არის ამოცანა. რატომ აკეთებენ ამას? ანუ რატომ უქმნიან პრობლემებს ტრამპს? რა მიზანს ისახავს ეს? ანუ ჩარჩეს უკრაინაში არ მოგვარდეს ბაიდენს ხო აქვს ახლა ამოცანა, რომ უნდა თქვას, როცა წავა ხელისუფლებიდან, რომ მე ყველაფერი გავაკეთე უკრაინის დასახმარებლად. ყველაფერი მივეცი, ყველანაირი შეიარაღება, ყველა ზომა მივიღე, მაგრამ ეს ვითარება დადგა მაინც ფრონტზე და ეს ბრალეულობა შემდეგ ეს მემკვიდრეობა, ეს რთული მემკვიდრეობა გადადის ტრამპზე და ტრამპს მოუწევს, ანუ ისეთი ჩიხური მდგომარეობიდან ამ შემთხვევაში რუსეთს აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ თუ ფრონტზე ვნახავთ რა ხდება, აშკარაა. კი, ეს კი. ხო, ამ შემთხვევაში, ძნელად უწევს, მაგრამ მიიწევს წინ რუსეთი თანმიმდევრულად. კი, მიიწევს თანმიმდევრულად წინ და სხვათა შორის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასაც ავლენს იმ გადმოსახედიდან, რომ აი ამდენჯერ 5 ჯერ მოხდა უკვე სატაკამსო თვისებაა, მას მოთმენა შეუძლია, კი. კი, სხვა გზა არც არის. სავარაუდოდ ამაზე უკვე დიპლომატიური არხებით, არაფორმალური არხებით საუბარი მიდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად 20 იანვრამდე ეს პროცესი უნდა მივიდეს მშვიდობით და არ მოხდეს ესკალაცია. ნუკა, მე რას გულისხმობ? ეს ამიტომ ხო არ ხდება, რომ თავარი ამოცანა ტრამპის არის დემონტაჟი აი ამ ეგრეთ წოდებული deep state-ის. იმიტომ რომ თვითონ არის ანტისისტემური ელემენტი, კი. ამაზე რა ვისვამი და მოკლედ მთელი ეს გუნდი თანაც მილიარდერების გუნდი, ანუ ესენი არ არიან ბიუროკრატები, წარმატებული ტიპები, რომელსაც აქვს მრავალ მილიარდიანი ქონება, რომელსაც არაფერი როგორ არ აინტერესებს, კი აინტერესებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კორუმპირებულ შეთანხმებებში, რომელიც უკვე ემუქრება ბაიდენის ადმინისტრაციას, მათ შორის უკრაინის ადმინისტრაციას, იმიტომ რომ მრავალ მილიარდიანი კონტრაქტები, ეს სამხედრო დახმარება, რომელიც დიდი ნაწილიც ხრებოდა გზადაგზა, ხო? ეს ყველაფერი გახდება გამოძიების მიზანი, ანუ რისი თქმა მინდა. ამიტომ ხო არა რომ ტრამპმა ვერ მოასწროს სათანადო ყურადღების მიქცევა და კონცენტრირება deep state-ის დემონტაჟზე. ეს ხო არის ამოცანა. რომ ჩათრიოს აი იმაში, ჩაითრიოს ამ ომში. ეგეც. ხო. მაგრამ თუ თავარი. მე შევინარჩუნებდი, იმიტომ რომ ბევრი ამოცანები აქვს ისედაც. ერთ-ერთი ალბათ ისიც არის, რომ იმხელა ჭაობი დაახვედრონ ტრამპს, რომ შემდეგ არჩევნებამდე ვერ ამოვიდეს ბოლომდე. ამათ ხო შემდეგი არჩევნები სჭირდებათ რა. და პრაქტიკულად ეხლა წაგებულ ფონზე აპირებენ ისე გაიჯახუნონ კარები, რომ იმ კარებში მეორედ ტრამპი და რაც თავარია, მათ დაინახეს, რომ ტრამპი არცაა მეორედ წამსვლელი, მაგრამ მოდის უზარმაზარი არმია, ახალი არ შეუძლია კონსტიტუციით, მაგრამ ესეც ეჭვის ქვეშ ტრამპს მე მგონი ეკრება ცდელობა, რომ შეიძლება, მაგრამ რომც არ კონდეს იქ არის მასკი. უკან უზარმაზარი ასეთი კონცენტრაცია კონსერვატორებისა არც გვახსენდება, ხო? ისე რომ ტრამპმა მოახერხა, რომ დააყენა კონსერვატორების მთელი არმია საბრძოლველად და ბუნებრივია ასეთ ბრძოლას სჭირდება რაღაც სტრატეგია და მე მგონი ერთ-ერთი სტრატეგია ეგ არის, რომ ჭაობი მაგითო ვთქვი, რომ გაურთულონ მოძრაობა ტრამპს აიმისოთ, რომ ვერ მიაღწიოს ამ ჯგუფმა არჩევნებზე წარმატებული ჯგუფი არ იყოს მომავალი არჩევნებისთვის. და რამოდენიმე წაგების რამოდენიმე ვარიანტია. ერთ-ერთი ის რაც თქვი რომ დიპსკეიკი ჩაიძინო ჩრდილში გადავიდეს, მეორე რომ უკრაინის თემა არ წამოიწიოს მთელი სიგრძე სიგანით და ასე შემდეგ. და მათ შორის გეოპოლიტიკა. და აი გეოპოლიტიკურ ჭაობში ვეგულებით ჩვენ. კი ბატონო, ამ გეოპოლიტიკას ახლა დაუბრუნდებით, უბრალოდ კიდევ ერთი რაც აი დღევანდელი დროის ეს ხო ერთ-ერთი მახასიათებელი არის ამის წარმოდგენა ჯერ კიდევ, არ ვიცი, 6 თვის წინ წარმოუდგა, ახლა წლებზე არ აქვს საუბარი. ტრამპის აი ეს პოსტი მინდა მეგობრებო, სადაც წერს კანადაზე. ანუ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი და წერს შემდეგს. არც ერთს
არ აქვს პასუხი იმ კითხვაზე, რატომ ვახდენთ კანადის სუბსიდირებას რაღაც 100 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს არის სიგიჟე, ამას აზრი არ აქვს და ძალიან ბევრ კანადელს უნდა რომ შევიდეს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ეს არის, I think it's a great idea. ეს არის არაჩვეულებრივი იდეა. ესე ახდენს ტროლინგს ამ საცოდავი ტრიუდო ვერს პასუხობს იმას ისედაც უჭირს ის ხო გადადგა ეს მისი ფინანსთა მინისტრი უკრაინელი წარმოშობით რომელიც იდგა პრაქტიკულად ეს მთელი ლიბერალური მთავრობა და ამით ტრამპი ჯერ ერთი აბულინგებს ტრიუდოს მეორედ ხელს უწყობს კონსერვატორებს რომელიც ასევე მოდიან ხელისუფლებაში და რომელთა უპირატესობა ტრიუდოს ლიბერალურ პარტიაზე ორჯერ თუ სამჯერ აღემატება. ანუ ჩვენ ვხედავთ სრულ კონსერვატიულ კონსენსუსს, რომელიც ჩვენ თვალს წინ უფრო ძლიერდება ყოველდღიურად და კიდევ მაქვს ერთი კითხვა ამ ოპოზიციონერებთან. აი, როგორ უყურებენ ამას? ანუ როდესაც დაიწყებენ ახლა აი ამ კვეთრის შეზღუდვას მაგალითად LGBT communities ხო? როდესაც აიგზალება გენდერები, როგორც იდიოტური თეორია, აბსოლუტურად იდიოტური თეორია. როდესაც გაქრება ეგეთი უაზრო ცნებები, როგორც არის პოზიტიური დისკრიმინაცია. აი მე რა სიზავე? რა სიტყვია? აი მთელი ეს NGO სექტორი, რომელიც დარბოდა ამ დროშებით, აი ისინი ვინც მოდიან კონსერვატორები, ისინი ვინ არიან? ყველა პუტინის აგენტია? ეხლა მინდა და კიდე შეიძლება კი ბატონო, რა თქმა უნდა. პუტინის ტრიალი აი ამ კონსერვატიული ფრთის ხალხის ხელში. მე მაინც არ მგონია რომ იყოს ისე რომ პუტინია დომინანტი. რა თქმა უნდა. მით უმეტეს ამ ომის შემდეგ. ამის ომის შემდეგ ძამძიმე ვითარება ექნება. ხო და უბრალოდ ჩამონათვალში შეიძლება იყოს პუტინი. ნუ კი ბატონო, იქ არის ერთი პარადოქსი, ანუ ამ ლიბერალური ბანაკიდან ახლა პირობითად ლიბერალურია, ხო? და ამ ლიბერალურ სივრცეში აღმოცენდა ეს ახალი ნარატივი, ნაციონალურ კონსერვატიული, ხო? ამათ აერთიანებს რა? ამათ აერთიანებს გამოკვეთილი მაჩიზმი. აი ტრამპი, ორბანი, პუტინი, ერდოღანი, სტრონგმენები, ანუ კაცები. აი ხა გადახედეთ ახლა მაკრონს, რომლის გენდერული იდენტიფიკაცია ბოლომდე არ არის, ესე იგი ჩამოყალიბებული, და დანარჩენი ლიდერები ევროპის. ესე ორივე სქესს ეხება ამ გენდერებს, როგორც ენებოთ. ხო, ვიზუალზე ლაპარაკობ ახლა. ნუ არა მხოლოდ ქცევებს, ხასიათით. აი, როდესაც შენ ელაპარაკები ერთ ლიდერს, გაქვს საიდუმლო მოლაპარაკება და უშვებს ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ორი უმაღლესი პირის საიდუმლო მოლაპარაკებას, ეს არ არის ჩვენში ვთქვათ კაცური საქმე. როგორც ტრუდო შეეშალა სიძინპინთან და და რაც უკნა სიძინპინმა ხომ ნახეთ. დაუზახა და შენიშნა მიცას არ მკაფიოთ. ძალიან ესე ცუდი ესე დააყენა ხო ოროსანი ბავშვით. კი ბატონო, და კი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სირია. ძალიან მადარდებს ეს თემა. ბევრი რამ არის გაურკვეველი, ბევრი რამ არის ამოუცნობი, ანუ აი ნახეთ, ესე იგი ხდება ეს ამ ჯგუფის მიერ პრაქტიკულად ერთ კვირაში სირიის დიდი ნაწილის დაკავება. სუსტად 11 დღეში და დაკავეს ყველაფერი. 450 კაცი. 40,000-იანი ჯარი. 40,000 კაცი, ესე იგი ბასადის ჯარში. სად გაქრა ეს ხალხი? დაყარეს იარაღი. დაყარეს ტექნიკა, არ უომიათ საერთოდ. ესე იგი შემდეგ ხდება ის, რომ ისრაელი სარგებლობს ამ ვითარებით და პრაქტიკულად ჰოლანდიის მაღლობლების ოკუპირებას ახდენს. ქურთებიც ინარჩუნებენ აი ამ რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს აღმოსავლეთ სირიაში. რუსები
აი ეს ახალი ესე იგი სუნიტური დაჯგუფება იძახიან ჩვენ მიზანს მივახციეთ. ჩვენ მიზანს ხო პუტინმა ჩვენ ანუ ახლა აბა ის რა სიტყოდა, მაგრამ პრინციპში იმის გათვალისწინებით რომ ასადი არის რუსეთში და ასადის აქტივი ითვლის იქ 100-დან 150 მილიარდამდე დოლარს და იმის გათვალისწინებით რომ რუსეთს 20 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯვა, რა თქმა უნდა ამ თანხას ამოიღებს. ეს ერთი, მეორედ ასადი არის რა თქმა უნდა უნიკალური ინფორმაციის ფლობელი და ეს რა თქმა უნდა გამოადგება ამ თამაშებში. მაგრამ მე სხვა რამეს გულისხმობ, მე გულისხმობ იმას რომ აქ თუ კი ერდოღანმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ თქვა ერთ-ერთ ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე რომ აი მსოფლიოში თანამედროვე პოლიტიკაში ვართ ჩვენ, მე და პუტინი. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის თქვა რომ რუსეთმა უნდა დატოვოს სირიის ტერიტორია. რომ რუსეთს არაფერი ეისახმება სირიაში, ვინაიდან მისი გავლენა არის დესტრუქციული და ისიც კი თქვა, რომ რუსეთს მოუწევს უკრაინის დატოვება 2 წლის განმავლობაში. ანუ რაღაცა არის ესეთი, რამაც აი ამ ერთი კვირის განმავლობაში გამოიწვია განხეთქილება ამ ძალებს შორის. რატომ არის საინტერესო სირია? არის პარალელები საქართველოსთან. სირიას უკვე 50 წელია რაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები აქვს, საქართველოს გვაქვს პრობლემები. სირია ესაზღვრება თურქეთს, საქართველოს ესაზღვრება თურქეთს. სირიაში ოკუპანტი არის ძალა, რომელიც ოკუპაციას ახდენს ტერიტორიას არის რუსეთი, ჩვენთანაც ოკუპაციას ახდენს რუსეთი. ორივე ამ ქვეყანას აქვს აშკარა ღია ექსპანსიონისტური მიდრეკილებები. ერდოღანი საუბრობს დიდი ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე, ისრაელის დამასკოს და ასე შემდეგ, აქეთ ისრაელი, რუსეთი და აი ეს არის ის, რაც და ამ პროცესების გათვალისწინებით, რაც საქართველოში ხდება, ხო, კიდევ უფრო გვაძლევს აი ამ მასალას ნიადაგს რომ საფიქრავს ბევრი რამე შეიძლება გათამაშდეს ჩვენს წინააღმდეგ. მოდი ლუკა რაკი შენ ხო ესე იგი რთული ვითარებაა ნამდვილად, მაგრამ ეს ის შემთხვევა მგონი ცოტა კონტექსტი თუ არ ახსენით, მაინც ძალიან გაგვიჭირდება ნავიგაცია რეალურად რა ხდება სირიის გარშემო. ყველაფერი დაიწყო, რა თქმა უნდა, ვაშინგტონიდან 2000-იან წლებში, ესე იგი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გენერალმა ვესლი კლარკმა გამოიტანა ინფორმაცია პენტაგონიდან. ეს არის ნატოს გენერალი, ეს ვიღაცა ის არ არის, რიგითი გენერალი არის, ნატოს გენერალი იყო ევროპაში, მაღალჩინოსანი და მან გამოიტანა ესეთი ინფორმაცია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 10 დღეში დაუძახეს პენტაგონში და აჩვენეს, რა თქმა უნდა, მაგ დროს იყო კლასიფიცირებული და გასაიდუმლოებული გეგმა, რომელიც ისახავდა მიზნად, ესე იგი 5 წელში 7 სისტემის რეჟიმის ჩამოშლას. აქედან 4 იყო ახლო აღმოსავლეთში, 3 იყო აფრიკაში. ეს რეჟიმები იყო სირია, ლიბანი, ლიბია, სუდანი, სომალი, ერაყი და ბოლოს ირანი. ეს გეგმა არსებობდა და ამ დროს უბრალოდ უთხრეს გენერალ კლარკს, რომ მიღებული იყო ასევე გადაწყვეტილება ერაყში ინტერვენციის. რომელმაც გააკვირვა, იმიტომ რომ არც მაშინ იყო დადგენილი რაიმე კავშირი ალ-ქაიდასა და სადამ ჰუსეინის შორის, არც ვერც მერე დადგინდა და თავიდან ბოლომდე აბსურდი იყო. მაგრამ ამ გეგმის შესახებ ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რომ არა გენერალი კლარკი, რომელმაც ეს ინფორმაცია 2006 წელს გამოიტანა, საკმაოდ მოგვიანებით. შემდეგ რა ვნახეთ? სირიაში ვნახეთ ობამას ადმინისტრაციის დროს აი ამ გეგმის გაგრძელება და უფრო აი ხისტი ფორმებით გატარების მცდელობა. არაბული გაზაფხულის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ ჩაატარა ოპერაცია ტიმბერ სიკამორი სირიაში, რომელიც მიზნად ისახავდა, რა თქმა უნდა, ასადის რეჟიმის დამხობას. ეს ოპერაცია იყო ახლო აღმოსავლეთში თავის მასშტაბით მეორე ოპერაცია. პირველი იყო 80-იან წლებში ავღანეთში მუჯაჰედინების დაფინანსებით ოპერაცია ციკლონი და ეს იყო მეორე, რომელშიც ჩაიდო დასაწყისში 1 მილიარდი და მიზანი იყო მარტივი ასადის მოშორება. ოპერაცია გაგრძელდა 6 წელი და იმის გათვალისწინებით, რომ ამხელა რესურსი ჩაიდო, ვერ მოხერხდა ასადის ჩამოშორება. ეხლა ვხედავთ ამის შემდეგ 11 დღეში ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე არც ჯარმა იომა, გენერლებსაც არაფერი არ უომიათ, ასას განცხადება არ გაუკეთებია. არავის არაფერი არ მოუწოდებია, უბრალოდ ადგა და დატოვა ტერიტორია. და არც ხიზბოლა ომობდა. არავის არ ომობდა. არა, ერთადერთი რუსეთი საჰაერო დარტყმები იყო წერტილოვანი.
და ნუ თავარია ეხლა ვინ მოიგო ამ ყველაფრით რა აი ეს რო დავამატოთ ავწონდავწონოთ ესე იგი პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ამ ოპერაციის ესე იგი ბზურგს უმაგრებდა რა თქმა უნდა ისრაელი, თურქეთი და დასავლური სპეცსამსახურები. ის ტერორისტული ორგანიზაცია თაჰრირ ალ-შამი, რომელიც ველზე მუშაობდა. ამას ეძახიან ჩtildeოვან ტერორისტულ ორგანიზაციას იმ გაგებით რომ რეალური საქმე არ შეუსრულებიათ. ანუ ომი არ ყოფილა. ჩვენ არ ვიცით ამ ტერორისტული ორგანიზაციის რეალური რესურსები, მართლა თუ ესეთი ძლიერი ორგანიზაცია, იმიტომ რომ კი ვიცით რომ იდლიბის პროვინციას მართავდა. კი, ერთადერთი ეგ ვიცით, თორე ომში რამდენად რამდენად ეფექტურია, რა შეუძლიათ, რა რესურსი აქვს, წარმოდგენა არ გვაქვს. ერთი ვიცით რომ დიდი ალბათობით თურქეთში არიან გადამზადებულები, რესურსები, ინტელიგენსი მოდიოდა დასავლეთიდან და ამ ორგანიზაციამ ჩაიგდო ხელში სირიაში მმართველობა. ვინ არის ეხა ეს თაჰრირ ალ-შამი და მათი ლიდერი ალ-ჯოლანი. ალ-ჯოლანი არის ტიპი, რომელიც იყო დასაწყისში ალ-ქაიდას წევრი, მერე ალ-ქაიდას სირიული ფრთის ალ-ნუსრას წევრი და ბოლოს არის თაჰრირ ალ-შამის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და დასავლური მედია რასაკეთებს, აი გაუგნებული უყურებდი. ერთ კვირაში მოახერხეს CNN-მა და BBC-მ, რომ ტერორისტისგან შეექმნათ ამბუხებულების ლიდერი და ახალი გამათავისუფლებელი. და დაამსგავსეს ზელენსკის. დემოკრატიის ახალი შუქურა ზელენსკის დაამსგავსეს ანუ ჩაცმულობა, ეგ რატომ შეცვალოს? სტილი არის ერთი. ნუ იმუშავა ერთხელ და მეორე მას იმუშავა. ხო, პირდაპირ აღარ შეცვალეს. და ამაზე დემოკრატი ადამიანი არ არსებობს. ტერორისტ ერთი რამეს დავამატებ მხოლოდ რომ ესე იგი 2017 წელს FBI-მ ალ-ჯოლანი შეიყვანა ტერორისტთა სიაში და $10 მილიონი იყო გამოცხადებული მასე ინფორმაცია. ეხლაც არის ჯერ არის მოხსნელი და ამ დროს ეს პრინციპი ხო აქვს რომ ტერორისტებთან არ თანამშრომლობს დასავლეთი 50 მილიონი გადაურიცხა უკვე ბრიტანეთმა, ყველა დიპლომატი ხვდება მას და ანუ რაც ქონდათ პრინციპები ყველაფერი დაარღვიეს დასავლეთში. ძალიან საინტერესო პროცესი არის და ბარემ აი რუსეთის ამბავზეც რო ვთქვათ, რუსეთს ქონდა ორი ბაზა, ხო, ვიცით, ერთი ხმეიმი და ტარტუსის საზღვაო ბაზა, მაგრამ აქ იყო 5000-მდე მეომარი. არ იყო ეს რაღაცა სტრატეგია. ამ ბაზებში ერთად მე მგონი 7500 იყო. ხო, დაახლოებით 5700. ეს ჯარისკაცები და ჩელიკა და ვაგნერი პერსონალი სხვა რამეა, კი, ეგ სხვანაირად ითვლება პასიური პერსონალი. მაგრამ რა გააკეთეს ახლა დროებით, ისინი არ ამბობენ ესე გადაჭრით უარს რომ დავტოვებთ სირიას და ასე შემდეგ. ჯერ პროცესი მიდის, პესკომმა თქვა ეს რომ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებულიო, მაგრამ ნაწილი უკვე გადაყვანილი არის ლიბიაში. სადაც რუსებს აქვთ 5 სამხედრო ბაზა. და ეხლა მათთვის ეს რომ წარმოიეს დიდი გეოსტრატეგიული მარცხი და დანაკარგი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ლიბიაში აქვთ 5 ბაზა, მასშტაბთან აწარმოებენ ოლაპარაკებას შეიძლება სუდანში. ანუ კი ეს შარშან მოაწერეს ხელი ლიბიასთანაც და სუდანთან. ხო და ნუ ამ გადმოსახედიდან ეხლა რუსეთს დიდი სტრატეგიული მარცხი არ განუცდება, ვინც განიცადა ეს მარცხი არის ირანი. და იმის გათვალისწინებთ, აი შევხვი ეხლა ლივანი, ესა ირანი ბოლოს და ამასთან დაკავშირებით ნახე. ესე იგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს და რუსეთის სამხედრო ნაწილები საკმაოდ კარგ რაღაც ეფექტურ ურთიერთობაში, მოქმედებაში იყვნენ ისრაელის ჯართან. და ისრაელის პრინციპში იქ მიუხედავად იმისა, რომ იქ ტარტუსის დაბომბვა მოუწია, მაგრამ რუსულ ბაზებს არ ეხებოდა, არც რუსული რაღაც საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში დამარცხებული მხარე, ნუ გარდა ბაშარ ასადის, არის ირანი, რომელმაც დაკარგა სირიაც, რომელმაც დაკარგა ლოჯისტიკური გზები ლიბანში მიმავალი და საფრთხე დერეფანი გაუქმდა. კი ბატონო და ნუ ამით მკვეთრად დასუსყდა ეს ღერძი, ირანული შეიტური ღერძი, რომელიც წინააღმდეგობას რა უტევდა ისრაელს. ანუ პრინციპში ჩვენ დავინახეთ, რომ გამარჯვებული არის ისრაელი, განდევნილი არის ირანი და ალბათ ერდოღანის კი მიხვდა, რომ მას წინ დიდი პრობლემები ელის. აი ერთ რამეს დავამატებ მხოლოდ. ეხლა ტერიტორია ხო ნაწილდება, ესე იგი დასავლეთი უკვე დაიკავა ისრაელმა და დამასკოდან 20 კილომეტრში არის მათი ჯარები. ნეთანიაჰუ ჩავიდა და იქ დიდი ზეიმი ჰქონდათ და აღნიშნეს ეს ტერიტორიების დაკავება. ესე იგი ჩრდილოეთ ნაწილი თურქეთს აქვს დაკავებული და დასავლეთ ნაწილს ისევ იკავებს ამერიკა, რომელიც ტრადიციულად ჰქონდა დაკავებული, ამაზე ხალხი არ ლაპარაკობს ხოლმე, იმიტომ რომ იქ არის ნავთობის საბადოები, რომელიც
წლებია ამერიკული ჯარი დგას იმის მიუხედავად რომ ასადის რეჟიმი იყო და ასე კი და კიდიც ისრაელში. ხო და ეს ტერიტორიები გადანაწილდება, მაგრამ ერთადერთი რაც შეება ამ ტერორისტულ ორგანიზაციას სამართავ ეს არის დამასკო და დამასკოს გარშემო ტერიტორია. ეს იქნება რაღაცა ბუტაფორიული მართლობა და იმ ფონზე, როდესაც უკვე რუსეთმა ხორბლის მიწოდება შეუწყვიტა და ისედაც კრიზისი იყო ეკონომიკური, ანუ ეს იქნება სივრცე, რომელზეც ძალიან სწორად ამბობენ პოლიტოლოგები, როდესაც აფასებენ ისრაელს და თურქეთს ეგონათ რომ შექმნიდნენ მართვად ქაოსს და მიიღებენ ქაოსს, რომელიც მართვადი არ იქნება უბრალოდ. და შემოუბრუნდებათ გარკვეულ მომენტში უკან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ტერორისტული ორგანიზაციების მართვა ცუდად უბრუნდებოდა დასავლეთ ყოველთვის. ყოველთვის. ტალიბანის, ალ-ქაიდას მაგალითი ამაზე ცხადყოფს. ბატონ რამაზ, თქვენ როგორ ხედავთ, რას ხედავთ? ძალიან საინტერესო მოიქცევა ექსურათი. ოღონდ საქართველოსთან პარალელში აქ ჩინეთია. იქ ჩინეთი არ არის. იქ ჩინეთი ირიბართ მხარს და ირანს. მაგრამ აქ დერეფანია. ლამის აკაკუნებს კარებს. ამერიკის გაღიზიანებას აქ ჩინეთი იწვევს. და ეს ტერიტორია მაგიტო არის სალაპარაკო თორე საერთოდ არ იქნებოდა. ისე რომ განსხვავებებიც არის, ოღონდ მე მეჩვენება რომ უფრო მწვავე სიტუაცია არის ჩვენთან ვიდრე სირიაშიც კი. იმიტომ რომ ну სავარაუდოა ახლა თქვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი ამ 10 დღეში 11 დღეში დამთავრებულ ოპერაციას სავარაუდოა რომ იქ რაღაცები ჩავაგდა რა კულისებში გადაწყდა მაგრამ რა გადაწყდა და გადაწყდა თუ არა ჯერ არ ვიცი რამდენი ხნით გადაწყდა თან ხო და ასეთი ყურადღება სიმსახურებს მე მგონი ამ ფონზე პუტინის მივახციეთ რაც გვინდოდაო იმიტომ რომ უნდა დაუშვათ რომ მონაწილეობდა პუტინი იმ კულისებში სცენარების კეთების დროს. რა თქმა უნდა, ასტანას ფორმატიც ამაზე მეტყველებს და გარდა ამისა პუტინმა მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი განთავისუფლა. ხო. ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ამდენად აქ მაინც და მაინც ბევრს არ იტყუება, როდესაც ამბობს რომ ჩვენ მიზნებს მივახციეთ. კარგით, ახლა მინდა ეს ბოლო კითხვა, ესე იგი ჩვენ კიდევ დაგვრჩა ერთი ყოველ შემთხვევაში ისაც ჩვენთვის ცნობილია წინასწარ რომ ეს თარიღი გამოიწვევს ასევე გამოიწვევს ნებოთა ღელვას რაღაც ესკალაციას, ну, ცდელობას ყოველ შემთხვევაში ესკალაციის, ალბათ ნახავთ იქ ბარიკადებს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ესე იგი და 29 დეკემბერს ველით იმას რომ პრეზიდენტი როგორც ნორმალურ ევროპელ პოლიტიკოსს უნდა ახასიათებდეს თავისი კადენციის დასრულების შემდეგ და მას შემდეგ რაც შედგა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა ცივილიზებულად უნდა დატოვოს ეს რეზიდენცია რასაც არ გააკეთებს ეხლა მითხარით როგორ შეხვდებით ჩვენ ახალ წელს ანუ პოპკორნით ხელში და ესე მოგვიწევს ამ მარაზმის ყურება ეხლა ყოფილი პრეზიდენტის გამოყვანა ევაკუირება რა მოხდება თქვენი აზრით მოდით ბატონო მოდით თქვენი იცი რა განათლებაზე გავაკეთეთ და ყოველთვის გვავიწყდება განათლების ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო და ახლა რატო გადაუხვია აქეთ ხარეს გეტყვით ტელევიზია ამერიკამ რო აღმოაჩენა რომ გაუნათლებელი ყავს მოსახლეობა შოუები და ესენი საპნის ოპერები ხო მიუშვა რომ ამოეწია ცოტა იმიტომ რომ ზრდასრული მოსახლეობა ხო სკოლაში არ იბლის ტელევიზორს უყურებს და ზრდასრული მოსახლეობის კრიზისი იქ იყო და ჩვენთანაც არის. ახლა რატო მოგახსენებთ ასეთი უკუსლით
იქნებ ტელევიზიებმა უფრო ფართედ გააშუქონ რას ნიშნავს ევროპელობა. ამას რომ არიზავენ ხო იცი ბატონებს ვერ იზავენ. გადავიღიერა. ბიჭო, ევროპამ გამოიგონა არჩევნები იმისთვის, რომ არ იყოს ხელჩართული ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ყველგან გააკეთეს ევროპულ ქვეყნებში არჩევნებია, ყველგან ცდილობენ, რომ გადატრიალება გააკეთონ. ანუ იქ არაევროპულად იქცევიან. საქართველოს მათ შორის ბანანის რესპუბლიკაა. ყველგან შთააგონებენ, რომ კოჰაბიტაცია უნდა იყოსო და მიდი რა კოჰაბიტაცია მოუწოდე რა პრეზიდენტს, რომელიც გიჯერებს. არა? აი ეს სტანდარტების როევა და რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები რო გააუქმა ეს როგორია ეს რა სტანდარტში წერია ანუ გააუქმეს პირველი ტურის შედეგები იმის გამო რომ კანდიდატი თურმე სარგებლობდა TikTok-ით რა სიგიჟეა ანუ TikTok-ის მომხმარებელი რუმინეთში როგორც ყველა ქვეყანაში 80% არის მცირეწლოვანი რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია და აი ამის გამო რომ ამაზე ზემოქმედება მოახდინა თანაც ნუ რა თქმა უნდა რუსული ნარატივით ნუ მარაზმის მასშტაბი ხო წარმოგიდგენიათ და აი ეს ჯორჯესკუ იქნება ტრამპის ერთ-ერთი მოკავშირე აბა მე რა სიტყვია აბა ხოლა მე არ მგონია რომ ასეთ შორი ისენი აქვს უბრალოდ ეხლა ცდილობენ ისევე როგორც მოგახსენეთ წინა რაუნდზე რომ რაც შეიძლება მეტი ჯუნგლები გააკეთო. ქაოსი გააკეთეს რაც შეიძლება დიდი დოზით, რომ დასალაგებელი იყოს უფრო ძნელად. სოფლიოში ტრამპისთვის, საქართველოში ალბათ ამ ხელისუფლებისთვის, მათ შორის გამოყენებული რა თქმა უნდა იქნება. მაგრამ აი რაღაც სურვილი მაქვს რომ ფრანგი აღზრდის მქონე ქალმა ერთხელ ფრანგულად მოიქცეს ნაბიჯი. მაკრონიც არ მიდის პრინციპში ყველა არჩევნები წააგო და თავის პრეზიდენტისგან იღებს მაგალითს ლუკა შერასიტყვი. ხო ესე იგი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ეგეთი რამ რაც მოხდა დასავლეთში დაახლოებით 10 წლის წინ 10-15 წლის წინ იგივე პროცესები დაიძრა ჩვენთანაც და რას გულისხმობ რომ ადრე თუ ყველა უსმენდა მედიას ოფიციალურ მედია მეინსტრიმულ მედიას ნელ-ნელა მოხდა რა მეინსტრიმულმა მედიამ დაკარგა ყველანაირი სარწმუნოება ავტორიტეტი და ყველა გადადის არა მეინსტრიმულ ალტერნატიულ მედიაზე როგორც არის დავუშვათ Fox News-დან წამოვიდა ტაკერი შექმნა თავისი პლატფორმა და უამრავი ნახვა აქვს სოფლიოში გონი ყველაზე მეტი ნახვა აქვს არის კიდე რამდენიმე მსგავსი პლატფორმა და მე მგონია რომ ჩვენთან აი თუნდაც თქვენი გადაცემა ზუსტად ამ ტენდენციის ნაწილია რომ აი ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური დაბრუნება რაც სოფლიოში ხდება გეოპოლიტიკის დაბრუნება ეს ჩვენთანაც მოხდება და უკვე ხდება იმიტომ რომ თუნდაც ის მაგალითი რომ თქვენ ამდენი ნახვები გაქვთ და ესეთ კონტენტზე ამხელა მოთხოვნა გაჩნდა ამის გამოვლინებაა და მე მგონია რომ ეს ცნობიერების ამბავში ძალიან დაეხმარება საზოგადოებას რაც შეეხება უშუალოდ ეხა ახლო მომავალში რა გველის ალბათ მცირე დისკომფორტი პატარა შოუ მაგრამ ეს არსებითად არ მგონია რამე შეცვალოს მთავარია ნუ ჩვენ გაუძელით წნეხს არ განვითარდა ისეთი სცენარი როგორც დავუშვათ რუმინეთში მოლდოვაში განვითარდა და ეს იყო საკმაოდ რთული დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობდა ბევრი ადამიანი და საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა მაგრამ ერთადერთი რამე არის არ უნდა ვიფიქროთ თუნდაც რომ ეს საპროტესტო მუხტი რომ ჩაკვდება და მინაუდება რომ კრიზისი გადაილახა მე მგონია რომ აი ეს პოლარიზაცია და ის განხეთქილება რაც საზოგადოებაშია და თქვენ დასაწყისში საუბრობდით ოჯახში ამ ყველაფერმა როგორ შეაღწია ოჯახებში და არა მხოლოდ ოჯახებში თლიანად ხო სოციალურ ქსოვილში ამას უნდა მიეხიდოს ამის მიხედვის გარეშე კრიზისის ექნება უკვე პერმანენტული ხასიათი აბსოლუტურად გეთახმებით უნდა იყოს ყველა ამ ეტაპზე რატომ ევროპული სტანდარტი რომ მივიიწევთ ევროპისკენ მოდი რა დავამკვიდროთ ეს ევროპული სტანდარტი ამ პატარა ქვეყანაში და უნდა იყოს უამრავი გრძელვადიანი სტრატეგია შემუშავებული როგორც განათლების სისტემაზე ორიენტირებული და განათლებაზე და ასევე ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბატონებო თუმცა
ჩვენ ახლა ევროპულ სტანდარტებზე ლაპარაკობთ და აი ვახსენეთ მოლდოვეთის არჩევნები. მაია სანდუმ წააგო არჩევნები მოლდოვაში. მოიგო დიასპორის წყალობით. ეს ნონსენსია, ხო? და ვინც უზრუნველყო ახლა ეს. აი რუმინეთის მაგალითი. ამდენად ორმაგი, სამაგი სტანდარტები და მთელი რიგი უამრავი ექსესი მოხდა ამ ბოლო ხანს. იმ ქვეყნიურ საქართველოს გაუმარჯოს სუფრაზე როა, იმ ქვეყნიურ ევროპას გაუმარჯოს, თორე რეალური კიდე ცალკე საკითხია. სხვათა შორის რესპუბლიკელებსაც აღმოაჩინეს 10 მილიონამდე მკვდარისული ამ სიებში, აი ხა საპრეზიდენტო არჩევნებში კოლეგიებმა იმუშავეს. კი ბატონო. ბატონებო, ულმესი მადლობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა. ულმესი მადლობა ამისთვის. ძირფასო მეგობრებო, ჩვენ კვლავ შევხვდებით წელს ბოლო გადაცემა იქნება პარასკევს 27 დეკემბერს და ვისაუბრებთ იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე. კარგად ბრძანდებოდეთ.